მადლობა მოწვევისთვის. ნახე ეს წერილი და რაღაცები გავიხსენე, ნახეთ, აი ბოლო მიმოწერა რაც მქონდა უძილაოთან, ეს არის 2019 წლის იანვარი და 2020-ის დასაწყისი. ეს ის პერიოდია, მე დავტოვე თანამდებობა ზუსტად 2018 წლის დეკემბერი იყო. 26 დეკემბერი და ქართული ოცნება უკვე დავტოვე 2019-ის თებერვალში. ანუ უკვე 2 თვის შემდეგ დაახლოებით. აი ეს პერიოდი იყო ძალიან დრამატული და იყო მწვავეს დაპირისპირება ღია. ამ პერიოდში გიორგი უძილაური, მე გიორგის მანამდე ვიცნობდი სააკაშვილის პერიოდიდან როგორც ჟურნალისტს და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეგობრული და აი შემდეგ უკვე აი იმ პერიოდში მახსოვს რომ შემხვდა, მახსოვს მართლაც მისი მხარდაჭერა. მაგრამ ის უკვე დისტანცირებული იყო, აი რაღაცნაირად უკვე აღარ იყო ქართულ ოცნებასთან ახლოს და ჰქონდა მართლაც კრიტიკული პოზიცია და ძალიან განიცდიდა ჩემს გადაწყვეტილებას და უფრო მეტად იმას, რომ აი მაშინ შეტევა დაიწყო, ღია მუშაობდა, ორგანიზებული ძალიან დიდი ჯგუფი. რაღაცა მათ შორის მედია საშუალებების გამოყენებით არაერთი ჟურნალისტი, რომელიც ეხმარებოდა მაშინ ქართულ ოცნებას და ეს აბაშიძე და ვიღაცეები კიდე ვითომ ექსპერტები რო არიან იმედზე რო ყავდათ მერე ესე მუდმივად ჭკვიანი ადამიანების როლში სიზმრებს უნახულობდნენ და ამ სიზმრებით რო ყვებოდნენ საშინელ რაღაცა სიბინძურებს. აი ეს ის პერიოდია უმწვავეს დაპირისპირება, შიგნიდან რომ მოდიოდა ეს ორგანიზებული კამპანია, ეს უკვე ვიცოდი და გიორგის მხრიდან მართლაც მახსოვს ეს კეთილგანწყობა. აი შემდეგ როგორ მიბრუნდა და როდის მიბრუნდა ფინანსთა სამინისტროს უწყებაში, მართლა არ გამიგი არ მსმენია და ისე გამიკვირდა, რომ აი ამ კრიტიკული მოსაზრებების შემდეგ ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს და იმ გუნდს, რომლის მიმართ ჰქონდა ესეთი მე ვიტყოდი ჯანსაღი და სწორი პოზიცია იმ დროისთვისაც. მართლა გამიკვირდა და არ ვიცი, ან მქონია იმ წლებში უკვე არავითარი ურთიერთობა და დაკავება რომ გავიგე მისი, აი მაშინ გავიგე რომ თურმე ფინანსთა სამინისტროში ყოფილა. ასე რომ მანაც აი მისთვისაც რომ იყო ცნობილია ესეთი კამპანიური შეტევები, თავდასხმები, უღირსი საქციელი, როგორ ხდება საკუთარი თანაგუნდელის მიმართ, როდესაც ის გამხელს და კრიტიკულ პოზიციას საჯაროდ ამბობს, როგორ იწყება ეს თავდასხმები და დაქირავებული ადამიანების შეტევები, რომ დემონიზება მოხდეს და რა ვიცი, ამის გახსენებაც კი მზარავს, რომ მახსენდება როგორი ორგანიზებული შეტევა იყო. აი ახლა რომ ამას იხსენებს, ალბათ იმ პერიოდს გულისხმობს, იმიტომ რომ არ არის წერილში დაკონკრეტებული რა პერიოდია, მაგრამ მან ეს კარგად იცის, ახლა მუდმივად იყო პიარის ჯგუფთან ასოცირებული, ტრიალებდა მედია ჯგუფში, აქტიური ჟურნალისტი იყო და დაახლოებული პირი იყო ქართული ოცნების ლიდერებთან. ანუ მოულოდნელი არ არის ეს თქვენთვის, ამას ამბობთ თქვენ ეკა? არა. მოულოდნელი ჩემთვის არ იყო, მოულოდნელი იყო თვითონ რომ უძილაური რო შემდეგ უწყებაში, აი არ ვიცი, ფინანსთა სამინისტროს უწყებაში აღმოჩნდა, გამიკვირდა, მართლა არ ვიცოდი, აღარ მქონია გადაკვეთა უკვე ბოლო წლები და ამიტომ შეიძლება უფრო მეტი იცის რაღაც ამ საკითხთან დაკავშირებით და მე მექნება შესაძლებლობა ალბათ ვნახოს, მოვინახულო საპატიმრო ადგილას და გავიგებ შემდეგ ალბათ უფრო მეტს. კი ბატონო, ეკა ერთი კითხვა მინდა დაგისვათ აუცილებლად, ეს უკვე პარტიებს ეხება და დღეს ქონდა პაპუაშვილის განცხადება რამდენიმე საკითხზე. ჩვენ ვიცით რაც არის თქვათ სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილების ასევე მთავარი ხაზი ხო ყველა ჯგუფის მიმართ. თუმცა დღეს მოვისმინეთ პაპუაშვილისგან აი პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით, ვიცით რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ამ დროს პაპუაშვილის
პაპუაშვილი ამბობს, რომ აი პარტიების აკრძალვის სარჩელის უკან დგას 1,120,000 ადამიანი. რაზე მიუთითებს, როგორ ფიქრობთ, აი თქვათ რისთვის არის მზად ქართული ოცნების ხელისუფლება, ეს რა ტიპის მზაობას ან მოუმზადებლობას აჩვენებს იგივე შეერთებულ შტატებთან მიმართებით, მაშინ როდესაც საპირისპირო ნაბიჯების თქვათ მოლოდინს აღვივებს ქართული ოცნება, ხო, ამ ხრივ შტატებისგან მისი განცხადებით. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? ხო, ეს საინტერესო თემაა და ამაზე გიპასუხებ და გეტყვით ჩემს მოსაზრებას, თუმცა მთავარი რამ რითიც მინდოდა დამეწყო საუბარი, ან რაღაცნაირად იმედის მომცემად მენიშნა თქვენს ეხლა უყურებდი სიუჟეტში დიუშენ დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებებს, ეს შეხვედრა როგორც ჩანს რაღაც პოზიტიურ სიგნალებს ატარებს. გვიან შედგა ეს შეხვედრა, როგორც იქნა მოიცალა კობახიძე, მაგრამ თუ მართლაც მოყვება ამას ქმედითი ნაბიჯები, ვიქნებით ყველა უბედნიერესები, იმიტომ რომ დღეს დილიდან ვფიქრობდი აი ამ ბავშვებს რომ უსმენდი. ხო, ეს პარკის გადაცემა ის აჭარაში, გურიაში, ხო, პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემა ივანიშვილის მხრიდან და აი რაღაცა ეს ამბები იყო, რაღაც რომ ვეცნობოდი. ძალიან კარგია პარკის დასვენებაც, გასართობი ადგილებიც ბავშვებისთვის, მაგრამ ჯერ ბავშვები უნდა გადარჩნენ. ფიზიკურად უნდა გადარჩნენ და ამათ სიცოცხლეზეა ჯერ ლაპარაკი და კი და ეგ სხვათა შორის აი რაღაც დაძრულად მივიჩნიე ეს საკითხი აი სუფთა ადამიანურად, იმიტომ რომ უარი ქონდათ ამ შეხვედრაზე. ფაქტია ეს შეხვედრა შედგა და აი თაკო საუბრობდა, რომელსაც ძალიან კარგად ისნობს ჩვენი მაყურებელი, ერთ-ერთი მშობელი, რომ აი ეს ფარმაცევტული მაფიის საკითხი თუ პოლიტიზება თუ აი ეს მდგენელი მოხსნილია დღის წესრიგიდან, რაც მიტოვებს იმედს, რომ დაიძრა ეს საკითხი და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივა ამ შეხვედრების შედეგად, რომელიც ასევე ზეგარიშ მნიშვნელოვანი. კი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ახლა რაც შეეხება თქვენ კითხვას, ანა. ჩვენ ძალიან რთული პოლიტიკური სურათი გვექნება, კიდევ უფრო მძიმე ალბათ, არჩევნების წინ. იმიტომ რომ ეხლა რასაც უყურებთ, რომ გამზადებულია ეს კონსტიტუციური მექანიზმით პარტიების აკრძალვა და როგორც ჩანს აკვირდებიან პოლიტიკურ ველს. ჭირდებათ ეხლა ეს პარტიები არჩევნებისთვის თუ არ ჭირდებათ და არჩევნების წინ ალბათ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ დაიწყეს ეს პროცედურა, ხო? მარტო იმიტომ ხო არა რომ ვიღაცას აფრთხობენ, არა. ამით აჩვენებენ, რომ თუ საჭირო ამ ინსტრუმენტს გამოიყენებენ და აკრძალავენ ამ პარტიებს და დატოვებენ რამდენიმეს ალბათ ველზე იმისთვის, რომ რაღაცა ფორმალური ნიშანწყალი შექმნან არჩევნებისთვის, მაგრამ ეს ვერ ჩაკლავს იმ რეალურ პროტესტს ახლა რაც არის, ხო? იმიტომ რომ არ იქნება რომელიმე ის პარტია ახლა ვისაც კონსტიტუციური სარჩელით ემუქრებიან, იქნება სხვა პარტიები, იმიტომ რომ ეს ინსტრუმენტები არსებობს, გაჩნდება არჩევნების წინ. ეს შესაძლებლობა იქნება და ადამიანები არსებობენ, რაც მთავარი ადამიანები, რომელთაც უნდათ ცვლილება, იმიტომ რომ ბოლო არჩევნებმა აჩვენა მათივე გაყალბებული შედეგებით, მათივე გადაწერილი ციფრებით, რომ ყველა დიდი ქალაქი, დედაქალაქის ჩათვლით წააგეს. ეს იყო 2024 წლის არჩევნების შედეგები. ეს უნდა ავიწყდებათ. ახლა მილიონ არ ვიცი რამდენი ათასი ადამიანის არგუმენტი მოიყვანა პაპუაშვილმა, უნდა ავიწყდება, რომ ბოლო არჩევნები 2024 წელს, რომელიც გააყალბეს, წააგეს ყველა დიდ ქალაქში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ხალხს უკვე ცვლილება ჭირდება და ეს აუცილებლად მოხდება, უბრალოდ სხვა ინსტრუმენტები გამოჩნდება. ამაზე მე ალბათ სხვა დროს ვისაუბრებთ, ამაზე ვფიქრობთ კიდევაც, ამისთვის იქნება შესაბამისი ფორმატები მომზადებული და ყველა შემთხვევაში გარდაუვალია ეს ცვლილება. ამიტომ ეს რეპრესიული ახლა პოლიტიკა, რაც არის სასამართლოები, დაჯარიმებები, კანონები, რომელიც აბსოლუტურად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, ხო, პირდაპირ ერევა კონსტიტუციურ უფლებებში, საქმეების პოლიტიზირება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საბოლოო თავს მოიყრის, აი, არჩევნების წინ ადამიანების გადაწყვეტილებაში. ამიტომ რა თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის იმ დელეგაციამ, რომელიც იყო ჩამოსული, სხვა შორის არასწორი ინტერპრეტაციები მესმის. ჯერც ერთი, აი, საერთოდ, არ ვიცი რა, უხარიათ მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით, ეხა პროპაგანდისტულ არხებს რო უყურებ, იმიტომ რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია და
საერთოდ მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია გამოჩნდა სანქციებში. ბრიტანეთის როგორც უდიდესი სახელმწიფოს, რომელიც ასევე საქართველოს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო, გამოჩნდა სანქციებში ქართული ოცნების მიმართ. რა არის ოფიციალურ დონეზე გადაწყვეტილებები? ეს შანს ყველაზე მძიმე ფორმაში, რაც არის სანქცია კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ. ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილებები, მათ შორის მაგნიტსკისია. ეხლა რა კომენტარი შეიძლება გააკეთონ ვიზიტის დროს წარმომადგენლებმა? კი, საინტერესოა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც გადაფარავს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამიტომ რა უხარიათ არ ვიცი. ქართული ოცნების წარმომადგენლებს დაფიქრდნენ იმაზე, რომ რა არის ამ სანქციების შემდგომი ძალიან დიდი რთული მადლობა. პროცესი მათთვის. ასე რომ მთლიანობაში მე მაინც მგონია, რომ ამ რთული სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და ამ გამოსავალს მე ვხედავ ძალიან კარგად და მკაფიოდ. დიდი მადლობა ეკა, დაგემშვიდობებით. ეკა ბესელია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.